ვართ აი ყველაზე აქტიურ ფაზაში დეზინფორმაციული ომის, ინფორმაციული ომის. ეს რუსული ნარატივი, თუმცა იქაც იგივე იყო ყველაფერი, რასაც ჩვენ აქ ვიგებთ, რელიგიის დაცვა, ის რომ სხვა კანდიდატები არიან ცუდები, ისე იყენებენ ადგილობრივ სელებრიტებს და რაღაც ზეგავლენის მქონე ადამიანებს, რომლებიც ხშირად თვითონაც არ იციან. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა გიქრა. მადლობა, კარგად, თავად როგორ ხარ? ნორმალურად, შესაბამისად სიტუაციისა. როგორც უნდა ვიყოთ. გიორგი, მადლობა სტუმრობისთვის. სასაუბრო თემები ბევრია, დასაწყისში მინდა გითხრა, რომ წყალი და კოკო ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიირთვა. პრინციპში მე მინდა ძირითადი აქცენტი დღევანდელ დრაივში გავაკეთოთ. მე და შენ ეს არის პროპაგანდა დეზინფორმაციის თემაზე. შენ საიდან დაიწყებდი ეს თქვენ მსჯელობას ამ კუთხით რა არის ყველაზე პრობლემა? მე დავიწყებდი იქიდან, რომ რეალურად ეს ანუ არ არის განყენებული თემა და არ არის ამ ყველაფრისგან შორს პირიქით. ზუსტად ის რომ სამი კვირა, რასაც ადამიანები ვაპროტესტებთ, რასაც ვითხოვთ, იმ ყველაფრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც არის დეზინფორმაციული კამპანია, დეზინფორმაციული აქტივობები. ჩვენ ვართ აი ყველაზე აქტიურ ფაზაში დეზინფორმაციული ომის, ინფორმაციული ომის, რომელშიც შედის დეზინფორმაცია, პროპაგანდა და სხვა ქვემიმართულებები, რომლებიც პრაქტიკულად უფრო მეტი არის ვიდრე რეალური სამხედრო აგრესია და სამხედრო აქტივობა. ან მეტი არა კუთხით, ზიანი მეტი შეიძლება მოუტანოს ან ქვეყანას, ან კონკრეტულ ჯგუფს, ხო, ამას ვაუბრობ? კი, იმიტომ რომ ბევრად უფრო ფართოდ გავრცელებულია და ბევრად უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს მასებზე, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება სამხედრო ოპერაცია განვიხილოთ ამ კუთხით. ხო, ახლახანს რუმინეთში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც გაუქმდა იმის გამო, რომ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ხასიათის კამპანია აწარმოა ერთ-ერთმა პრორუსმა კანდიდატმა და იქ ნუ მთელი მიზეზები იყო, რატომაც გაუქმდა fake account-ები და ასე შემდეგ, რომლებიც გარემოს ქმნიდნენ, რომ ამ ადამიანს რეალურად ბევრი მხარდამჭერი ყავს და ამან მიიზიდა და სხვა მოსახლეობის რაღაც ნაწილიც, ხო? მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ TikTok-ზე გავრცელდა ეს და ანუ TikTok-ზე იყო დაფუძნებული ეს და ძირითადად მოწყვლადი ნაწილი მოსახლეობის იყვნენ ახალგაზრდები. ვინც, ანუ ამიტომ ეს ვინც წააგეს ეგომი მან. კი, ანუ სრულიად ახალი кейსია ეს, იმიტომ რომ აქამდე ხა რასაც მე და შემოყარაკობთ აქ და მანამდეც რაც იყო, რომ აი ეს თაობებს შორის რაღაც განსხვავება და ის რომ ბევრად უფრო მეტად მოწყვლადები არიან ჩვენი უფროსი თაობის და მათ შორის ჩვენც, იმის გამო რომ ჩვენთვის ეს არის დასწავლადი და ნასწავლია, მაგრამ სხვებისთვის უკვე რაღაც თანდაყოლილია, მაგრამ აი მიუხედავად ამისა ახალგაზრდა მოქალაქეებშიც და მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილშიც აი რუმინეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არც ისე განვითარებულში, თუმცა აი იმ საზოგადოებას ეს რუსული ნარატივი, თუმცა იქაც იგივე იყო ყველაფერი, რასაც ჩვენ აქ ვიგებთ, რელიგიის დაცვა, ის რომ სხვა კანდიდატები არიან ცუდები და ეს კანდიდატი კონკრეტულად ეს ჯორჯესკუ, რომელიც გაიმარჯვა ამ პირველ ტურში და მერე გაუქმდა ეს შედეგები, სწორედ ამ ჩარევების გამო იყო ტრადიციების დამცველი, ასევე ძალიან საინტერესო იყო, რომ მის მიერ და ამ კამპანიის ფარგლებში გავრცელებულ TikTok ვიდეოებში და მესიჯებში იყო ძალიან ისე ფარულად, მაგრამ არც თუ ისე რაღაც შეუმჩნევლად, ასევე მისი მაკრიტიკებელი მესიჯები. ანუ ის, რომ ესეც ჩვეულებრივი პოლიტიკოსია და იმის გამო, რომ პოლიტიკოსია, მას აქვს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარე. და ეს უარყოფითი მხარეც იყო პირველად რაღაცა წამოწეული წინა პლანზე და შემდგომში უკვე გადაფარული იმით, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ადამიანი იცავს რელიგიას, იცავს ეროვნულობას, არ სურს ჩვენი რაღაცა გაუცხოება, არ სურს რომ ემიგრანტები ჩამოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში და ერთადერთია ამ ცუდ ადამიანებს შორის, ვინც გვიშველის. ანუ ეს ძალიან ნაცნობი აი ხო არ ქონდა ეს кейსი ახლა გაგონილი ესე დეტალურად, მაგრამ ხო მიხვდი რომ რეალურად მეთოდები ყველგან იგივეა. რა რისკებს ხედავ შენ ახლა დღეს მიმდინარე, რისგანაც არ ვიცი. ან თავი დავიზღვიოთ, ან ვიფიქროთ ჩვენ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც
ფიქრობთ იმაზე, რომ არ გჭირდება დამატებითი დაძაბულობა, ხო, ისედაც ქვეყანა მიდის იქით, საერთოდ არ უნდა მიდიოდეს და აქ მთავარი რისკი არის ისევ და ისევ ის, რომ ამ დეზინფორმაციულ მიაღვარს, რასაც ქვია და ნაკადს ვერ მკლავდებით აქეთ ამ ხარე. ანუ რას გულისხმობ ამაში? ახსენე რომ საზოგადოება რაღაც ორი ნაწილია, ხო? რეალურად ორი ნაწილი მაინც არ არის, იმიტომ რომ საზოგადოების ერთი ნაწილი არის, რომელსაც კაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული რა უნდა და ღირებულებები და ასე შემდეგ და მეორე მხარეს არის რაღაც რეპრესიული აპარატი და მათთან დაახლოებული ან მათ ზეგავლენას დაქვემდებარებული ადამიანები. ამიტომ მე ესე თანაბრად ვერ დავაყენებდი. ხო და ის ერთი ნაწილიც რომელიც არის ბევრ ნაწილად შეგვიძლია გავყუროთ, კარგია. იმიტომ რომ ბევრი ისე მრავალფეროვნება კარგია. საერთოდ რაღაცა ისეთი არის. უბრალოდ აქ მივდივართ იმაზე, რომ ჩვენ ამ პროტესტით და ზოგადად იმით, რომ არ გვინდა რუსეთი, არ გვინდა რუსული ოკუპაცია და ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია და ზოგადად მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის ამდენი მოსახლეობა, ერთი არის ეს, თუმცა ამ მესიჯის აი ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი კონკრეტულ ადამიანებზე ეს ადამიანი გამოფხიზლდა, გამოერკვა და გადმოვიდა ჩვენ მხარესზე, ვიცით და ნახეთ კიდეც ახლა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, სახეები და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რატო გამოფხიზლდა, არავინ ამას დიდად არ უყურებს ხოლმე. ერთადერთი მე რაცაც აი ვაკვირდები, არ ვიცი თუ ვცდები და სხვა რაღაც გამისწორე, მაშინ ერთადერთი რასაც ვუყურებ არის, რომ სისასტიკემ აღაშფოთა, ძალადობამ აღაშფოთა და უბრალოდ ეს ძალადობა რო არ ყოფილიყო, მანამდე არსებული ეს დეზინფორმაციული კამპანია მუშაობდა. ანუ მე რას უსვავ ხას, ახლა მორალს კი არ უკითხავ ვინმეს, უბრალოდ რას ვამბობ, რომ დეზინფორმაციული კამპანია და ეს საინფორმაციო ომი ჩვენ არ გვაქვს მოგებული.